გამარჯობა, ჩამოძვირფესება. დღეს გავშლით თემას, რას მალავს და რისი თქმა არ შეუძლია თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, თუ ამ გაშლაში საკუთარ სიტუაციას იცნობთ. დაალაიქეთ ვიდეო და გამეტეთ ჩემი არხი, რათა მქონდეს სტიმული ჩამოძვირფესება, უფრო ხშირად შემოგთავაზოთ თემები, რომლებიც ნამდვილად გაინტერესებთ. ახლა კი კონცენტრირდით საკუთარ თავზე, თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებაზე და დავიწყოთ, აბა, გავიგოთ რას მალავს. და რისი თქმა არ შეუძლია თქვენს პიროვნებას. მოტრიალებული კვარტხების პაჟი. რას მალავს და რისი თქმა არ შეუძლია თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. აბა, უცებ ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ გაშლა. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე ჩამოძვირფესებო, აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ეს პიროვნება, ვინ თქვენ ჩაიფიქრეთ, აშკარად რაღაც ძალიან სერიოზულს მალავს და ეს მარტო, ესე ვთქვათ, უბრალოდ ემოცია არ არის, ეს არის მთელი სიტუაცია, რომელსაც ის ვერ ამბობს და ვერ ყვება, ხო? ფონად ჩვენ გვაქვს მთვარის არკანი, მთვარე უკვე გვაჩვენებს, რომ აქ ყველაფერი პირდაპირ ნათელი და ესე ვთქვათ, გულახდილი არ არის თქვენ სიტუაციაში. ბევრი გაუხმოვანებელი შიში, დაბნეულობა, ასე ვთქვათ, მოწყვეტილობა რეალობას ხო თვითმოტყუებაც კი აი ამ არკანში იკითხება. ეს ადამიანი თითქოს ცხოვრობს ორ პარალელურ რეალობაში. რას გრძნობს სინამდვილეში და რა ასე ვთქვათ არის გარედან, ხო? აი მოკლედ აი ორი რეალობა აქვს ამ პიროვნებას. ამიტომაც ესე ვთქვათ თქვენი შეკითხვა რას მალავს და რის თქმა არ შეუძლია, ხო ზუსტად აი ამ ბარათის ენერგიაში ჩდებათ. თვითონაც ბოლომდე ვერ გეუბნებათ, ვერ ასახელებს, ვერ აი როგორ ვთქვათ აფორმულირებს, მაგრამ შინაგანად იცის, რომ რაღაც არასწორად, არაჯანსაღად და არაადამიანურად გამოდის, ხო? კვერთხების ტუზი პირველი ბარათი, რასაც მალავს, როგორც ასე ვთქვათ, იმპულსს და სურვილს, ხო? აქ ძალიან ძლიერი ცეცხლოვანი, ასე ვთქვათ, სექსუალური და შემოქმედებითი იმპულსია, ხო? სამკუთხედური ურთიერთობის კონტექსტში, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ და რეალურად სამკუთხედურ ურთიერთობაზეა დაახლოებით, ანუ მესამე პირების ჩართულობა ამ ურთიერთობაში და ასე ვთქვათ, ამაზე იყავით ძალიან ყურადღებით, რადგან ძალიან მკაფიოდ ენერგეტიკულად გრძნობ, რომ აქ სამკუთხედურ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, ანუ ორ შორის კიდე შეიძლება ვინმე იყოს მესამე, აი ესეთი ურთიერთობაა და მათ უსმინეთ ამ გაშლას. ანუ ასე ვთქვათ, აი სამკუთხედური ურთიერთობის კონტექსტში ეს ბარათი პირდაპირ ლაპარაკობს ვნებაზე, სურვილზე, ინიციატივაზე, ხო, რომელიც სპონტანურად აფეთქებასავით წამოვიდა. ეს ადამიანი მალავს თუ რამდენად ძლიერად იზიდავთ, რამდენად უნდა თქვენთან ეს კავშირი, ხო, რამდენად ცდუნება ხართ მისთვის თქვენ. გარედან შეიძლება თქვა თავს ესე იჭერდეს, ხო, თავს იკავებდეს, თამაშობდეს მორალურად სწორ როლს, ხო? აი მე ესე და ესე მე კადრება, მაგრამ შინაგანად ესე თქვა კვერთხების ტუზი არის, ხო? მე ეს მინდა, ძალიან მინდა და ვერ ესე თქვა ვერევი ამ სურვილს, რომელიც მე მაქვს ამ ადამიანის მიმართ. ამ სურვილს ვერ ასახელებს, რადგან ამის თქმა ნიშნავს ზედაპირზე ამოყვანას და გამოყვანას იმისას, რომ სამკუთხედია, რომ ვიღაცას ესე თქვა ვიღაც ზედმეტი ვიღაც არის კიდე მესამე ამ ურთიერთობაში და კიდე პლუს იმასაც რომ ეს მხოლოდ სიმპათია აღარ არის, ამიტომ ტუზი როგორც ცეცხლი შინაგანად ესე იგი იწვის, მაგრამ თქვენგან და გარე სამყაროსგან ზოგადად დამალულია, ხო? შემდეგი ბარათი არის სამიანი ხმლები, ეს არის დამალული ტკივილი, ბრალი, დანაშაული, ზუსტად აი ამ ბარათიდანაც მოდის ზუსტად ეს სამკუთხედური სიტუაცია, რომელსაც მე აღნიშნავ, ხო? სამიანი ხმალი სამკუთხედურ თემაზე პირდაპირ მიგვანიშნებს და აქ არის მხოლოდ უბრალოდ აქ არ არის მხოლოდ ნებათა ღელვა, აქ არის ესე ვთქვათ ბოლომდე აღიარებული ტკივილი, დანაშაულის გრძნობა, შიში რომ ვიღაცას გული ეტკინება, ან უკვე ატკინეს, ხო? ეს ადამიანი მალავს რას, ხო? რამდენად ეშინია რომ ვინმეს ძალიან არ ატკინოს გული, რამდენად უკვე თუნდაც ტკენს საკუთარ თავს ამ სიტუაციაში და შეიძლება თქვენს და სხვა ადამიანსაც, ხო? რამდენად ვერ უძლებს იმ აზრს, რომ ერთ-ერთი მხარე ზედმეტი გახდება ამ ურთიერთობაში, ხო? აი სამიანი ხმლები ხშირად ნიშნავს რას, ხო? მე მგონია რომ უკვე გულშემატკივრად ასე ვთქვათ ვეღარ გამოვდგები ამ ურთიერთობის, ხო, თუნდაც თქვენთან მიმართებაში, ხო, ვეღარ ვუძლებ, ხო? ან ვიცი რომ ამით შენს გულს ესე ვთქვათ გავტეხ, გავანადგურებ, მაგრამ რა ვქნათ, ხო?
იმდენად ძლიერი ვნება აქვს ამ პიროვნებას თქვენს მიმართ, რომ თავს ვერ იკავებს. აი ესეთი მდგომარეობა ამ თქვენს ურთიერთობაში. ამას ვერ ამბობს, რადგან ამის აღიარება ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას. ამიტომაც ესე ვთქვათ, იჩენს თავს უფრო კონტროლირებულ, ზოგჯერ ცივი მანერის უკან, ხო, აი ესეთი მოგეჩვენებათ ეს პიროვნება, მაგრამ გულში ესე ვთქვათ, დიდად აი გულში დიდად დაჭრილი პიროვნებაა, რო ვიტყვით, ხო, ესეთი ადამიანია. გული ძალიან კი ამკლით ამ პიროვნებას ამ ურთიერთობის და გამო. 4-იანი კვერთხები არის შემდეგი ბარათი. ის რაც ყველაზე მეტად არის მისთვის მოსაფრთხილებელი და რასაც არ ამბობს ხმამაღლა. 4-იანი კვერთხი აქ არის ძალიან ხშირად, როდესაც გაშლაში ამოდის უკვე მიგვანიშნებს არსებულ სტრუქტურაზე, ხო? ეს შეიძლება იყოს რა ოჯახი, ოფიციალური ურთიერთობა, სტაბილური პიროვნება, საერთო სივრცე, გარემო, სადაც მისი ადგილი უკვე, ასე ვთქვათ, დამყარებულია, ხო? სტატუსი მე უკვე ვიღაცის ვარ, ანუ თავისუფალი არ ვარ, ხო? მე უკვე რაღაც ჩარჩოში ვსგავარ და მოკლედ საზღვარი მაქვს, რომელსაც ვერ გადავაბიჯებ, ხო, ჯერჯერობით. ნუ მაგ სიტუაცია ესეა. ეს ადამიანი მალავს იმას, რომ არ სურს ამ სტაბილურობის დანგრევა, ესეც არის რეალობა, რომ არ უნდა, ნუ ხა სიმართლე რო ვთქვათ, ბარათიდან გამომდინარე, ბოლო ბარათი გამოდის თან ეს 4-იანი კვერთხები, ნუ ჩანს რომ კი, თქვენთან ყოფნა ძალიან უნდა, ძალიან იზიდავ თქვენ მას, მაგრამ ის რაც აქვს რეალურად ის სტაბილური სისტემა, ის სტაბილური 4 კედელი ხო, მას ამის დანგრევა არ უნდა, ანუ ესე ვთქვათ, აი გულის ტკივა ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან იზიდავ თქვენ მას, იცის რომ ესე ვთქვი, იცის აი ამ სამკუთხედული სიტუაციის სიმძიმე, მაგრამ ამავე დროს ესე ვთქვათ, აქვს სივრცე, ურთიერთობა, რომელსაც არაპირებს, რომ ესე ვთქვათ, ასე მარტივად დაანებოს თავი. ნუ ეს არის რეალობა, ჩემო ძვირფასებო, ხო? შეიძლება ხმამაღლა ამბობს, რომ ვერ გადაწყვეტს ახლა ამ სიტუაციას. შეიძლება ამბობდეს, რომ ცოტა ხანი გაურკვევლობაშია, დაბნეულია, არ იცის რა სურს, მაგრამ გულისრმეში 4-იანი კვერთხი რას ამბობს, ხომ მე მჭირდება საყრდენი სახლი, ჩარჩო, სადაც მე მშვიდად შეძლებ ფეხის დადგმას, სადაც მე ყოველთვის მელია, ხო? ამას ესე ვთქვათ, ვერ ამბობს ბოლომდე გულწრფელად თქვენთან, ხო? რადგან ეშინია, რომ თუ აღიარებს ამას თქვენთან, თქვენი ესე ვთქვათ, ყოფნით თავს მეორე პოზიციაში გაგრძნობინებთ, მეორე ადამიანად გაგრძნობინებთ თავს, ანუ არა მთავარ ადამიანად, არამედ ნუ სათადარიგოდ, უკაცრავად სიტყვისთვის, ან პირიქით, ხო, თუნდაც გაამხელს იმას, რომ ორ სამყაროს შორის არის ეს პიროვნება, ხო? ზოგი სიტუაციაში არის ის, რომ ნუ ზოგის აი ორი სიტუაცია შეიძლება აქ იყოს ორ ტიპის ურთიერთობა დაყვათ, სადაც თქვენ უკვე იცით, რომ ეს პიროვნება, ასე ვთქვათ, დაოჯახებულია და ელოდებით როდის გადადგავს ნაბიჯს და ნუ წელავს და ვერ გეუბნებათ ეს პიროვნება, რომ ნუ არ უნდა მას ამ ნაბიჯს გადადგმენ, რადგან არ სურს ოჯახის დანგრევა. მეორე სიტუაცია ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენი ურთიერთობა არსებობს, მაგრამ თქვენ არ იცით, რომ მას ასე იგი აქვს სტაბილურობა, ის ესე ვთქვათ, ორ სკამზე ზის, აი ეს თქვენთვის არის უცნობი. მოკლედ ესეთი სიტუაციები შეიძლება იყოს აქ ამ გაშლაში, ორ პოზიციათო დავყვათ, ხო? ესე იგი ამას გულწრფელად ვერ გეუბნებათ, ხო? ეს პიროვნება. საერთოდ რას მალავს და რის თქმა არ შეუძლია, პირდაპირ გითხარით, ხო, ანუ მალავს თავის სურვილის სიმძლავრეს, ანუ თქვენთან მიმართებაში მალავს რამდენად უჭირს მას ამ ყველაფრის, ანუ შენარჩუნება და ასე ვთქვათ, თქვენი გულის შენარჩუნებაც და სამიანხლების და მიხედვით და იქითა თავისი სტაბილური სამყარო შენარჩუნებაც, მოკლედ, ან არ საუბრობს, რომ აქვს მეორე, ასე ვთქვათ, თავისთვის სტაბილური, ასე ვთქვათ, საყრდენი და თქვენ ამის შესახებ არ იცით, და მეორე ვარიანტი, სადაც თქვენ იცით, რომ მას ყავს სტაბილური ქალბატონი, ოჯახი, ანუ და არ გეუბნებათ, რომ მას არ უნდა დანგრევა ამ თავისი სტაბილურობის და მისგან წამოსვლა, ხო? აი ამასაც მალავს და მალავს, რომ მას უკვე აქვს არჩეული, არიჩევს მაინც სტაბილურობას.
მესამე ბარათიდან გამომდინარე ეს არის 4-იანი კვერთხები. მალავს ეს პიროვნება ორივე ვარიანტში ეს პიროვნება თავის სტაბილურობის დანგრევას არ აპირებს. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ფონად ხო ძალიან კარგად მოერგო თვარის არკანი ამ გაშლას ამას თემას ხო ძალიან კარგად მალავს ეს პიროვნება თავისთვის ურჩევნია კონდეს ეს რეალობა და არ გამხილოს ამიტომაც შეიძლება იყოს ის ძალიან უცნაური გეჩვენებოდეთ რომ ცოტა არ იყოს დისტანცირდა თქვენგან ხან არის და ცეცხლივით შემოვარდება თქვენთან ხან არის და გაქრება ამიტომ იქცევა ასე რაღაცნაირად უცნაურად ეს არის ჩემი ძვირფასებო ეს მიზეზი თუ რას მალავს და რის თქმა შეუძლია თქვენს ჩამფიქრებულ პიროვნებას თქვენთვის აქ ორ ვარიანტად დაიყო ეს ერთი არის სადაც თქვენ უკვე იცით რომ მას ყავს ოჯახი მეორე ვარიანტი არის სადაც თქვენ არ იცით რომ ოჯახი ყავს და ორივე შემთხვევაში მალავს იმას რომ არ სურს ოჯახიდან წამოსვლა მეორე ვარიანტში სადაც იმას მალავს რომ საერთოდ ოჯახი ყავს და კიდე პლუს დაემატება იმას რომ არ აპირებს ოჯახიდან წამოსვლას ეს სიტუაცია ჩემოძვირფასება მოკლედ ესეთი გამოდგა ჩვენი საჯარო გაშლა იმედი მაქვს რომ თქვენი თავი იცანით და კიდევ ერთხელ გთხოვთ დაალაიქოთ ჩემი ვიდეო გამოიწეროთ ჩემი არხი და დაელოდოთ ჩემს შემდეგ გაშლებს რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე მშვიდობით იყავით კარგად იყავით ჩემოძვირფასება